მოგესალმებით, მეგობრებო. თქვენ უყურებთ ვისკის მოყვარულთა კლუბის YouTube არხზე, ახლა ორი ვიდეოს ვისკის განხილვისა, რომელიც ან გაგაბედნიერებთ, ან ძალიან დაგამწუხრებთ. ისევე როგორც ჩვენც იგივე გველის ზუსტად. ლევან ჭედია, მე დავით ველიჯანა, ვაპირებთ მიმოვიხილოთ და ჩავატაროთ თაობათა ომი. რამდენ ტალისკერის თაობების ომი არ მქონია, მგონი 10 წლიანის მერე, ხო? ერთხელ მქონდა. ის როგორი იყო, რაც მქონდა გახსოვს? აუ, რა დღეში ჩავარდით, მაშინ თან არ ვიცოდით, რომ მაშინ სუახალი დაწყებული ქონდა თაობების ომიც და სუახალი დაწყებული ქონდა იმის აღმოჩენაც, რომ თურმე ვისკის მწარმოებლები მიქარავენ. ხო. რაღაცეებს. აი ეგეთი ამბავი იყო რა. მოკლედ, ეს არის პორტრი, ესე იკითხება, ეს პორტრუიგ თუ როგორ იწერება? ამებს მოვაზრობ სხვადასხვანაირად. ეგ უნდა მოვაზროთ ხო ყველა ვარიანტში. ტომსიკებს გამოვიყენებთ. ტომსიკებს გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, ბლაინდზე გავაკეთებთ და ნუ აქ ჩვენ განხილვას არ ვაკეთებთ, ცალკე შეიძლება გვაქვს კიდევ ძალიან მახსოვს პორტრის განხილვა. მე მგონი არ გვაქვს. რამდენი ვიდეო დაგვიწყოთ? არაფერი ისეთი არ არის, პორტვეინის კასრე პორტია რა. პორტის კასრში დაფინიშებული ტალისკერი არის, რომელიც არის ნასი, უასაკო და რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი არის ეს ძველი. ეხლა ახალს უნდა შევადარო. ახალი არ ვიცი, არ გამისინჯავს და ამ ბოთლისთვის ძალიან დიდი მადლობა. კი არ ვიცი, რა თქვა თუ არა, ალბათ კი მაინც დავთაგავთ მე და ხალხუნას ძალიან დიდი მადლობა და ზაზას ერთად დიდი მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება რომ შევადაროთ ეს ორი ვისკი. პორტვეინის კასრი, ტალისკერი, უასაკო ძალიან გემრიელი ვისკი, თავის დროზეც მომწონდა. 10 წლიანი, ძველი 10 წლიანებით არ მომწონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ეს რაღაც პორტვეინის გავლენა თავის სხვანაირობას აძლევდა ტალისკერს, ხოლო ის რაც ლევანმა უკვე ჩაიდინა და მოაშორა ის ყუთებიც მინდა და ერთი-ერთი ყუთი მეთქვა, მაგრამ ნუ გაიჯანდა. არა, ნუ არც არაფერი, ნუ სხვადასხვანაირი ყუთები დიზაინერებს კი დაინახეთ, მაგრამ ნუ ძველი არის, აი მომე კაცი მომაწოდე ერთი უნდა ვანახო გადაყარე გენჯის. ეს old schools რო ხსნი ხოლმე ეგრევე. შიგნის რო კარდონია? ხო, ბიჭო, ნახე. რაღაცა თან შტერულია, თუნდაც გამოიყურება და აი რა გული და ჯიგრია და კარდონები აქვს შიგნით. აი ამოდის კიდევაც. აი კარდახე, აი სიმაგრისთვის კარდონები აქვს ჩამატებული კიდე შიგნით, რომ ეს რაღაცნაირად გააკეთეს და ეხლა დიზაინზე კამათი შეიძლება ვის მე ხა ამაზე რო თქვა ეხლა არ მომწონს მეთქი არა, ნუ ოკეია რა. რაღაც ნაფიქრია დიზაინის ამბავში, მაგრამ ეს ცალსახად მირჩევნია. შეიძლება სიტყვი დიზაინის. არა, მეც ეს კლასიკური მკაცრი უფრო ისეთ რაღაცა. დიზაინის გარდა აი კარდონის რა ეხლა უფრო მყარი რო არის. ხო, ეს ცალკე ამბავი კიდე კაცო. თან ბიჭო ბოსტი ერთნაირია და ეს ნახე როგორი ვიწროა. ხო. იმიტომ რომ კარდონი ის ხელია, ხო. და ეს შეულებრივი თხელი ქაღალდისგან გაკეთებული, როგორც ხედავთ, აი ესეთი ინცაკა, უნცაკა, არაფერიც არ არის ამაში. როგორც ეხლა აკეთებენ ხოლმე და როგორც არა მხოლოდ ტალისკერი, არამედ ლაფროიგი ჩვება და ალბათ ყველა იზამს სულ მალე. თუ დროზე არ. ნუ ზოგმა საერთოდ ყუთი გააუქმა, ხო? უყუთოთ უშუალოდ ბოთლებს. კადიმას ამბობენ, რომ განა ვისაუბრებ, ეკონომიას ვაკეთებ შენზე. ბუნებაზე ზრუნაო, კაცო, მწვანეო ამბავიო რაღაცა. დავადგალთ ეხლა აღარ უნდა მას ბევრი ისა, გაიხედე იქითკენ. არც მახსოვს რომელიც საერთოდ იყო, მაგრამ მაინც უნდა დაგვეტრიალებინა და ასე რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ის რა ქვია, ცაში ავიხედოთ და ეს რა ქვია, ვთხოვოთ ღმერთს რომ რაღაცა იქნება ეს ხაზი ტალისკერის იყოს ისეთივე კარგი როგორიც იყო ძველი. ან უკეთესი კიდე. ხო, უკეთესის შემთხვევები ქონია, იშვიათად, მაგრამ მაინც ქონია, მორჩი. ხო, დაგიწყო. აი, ეგ რომელია, სად გავა მაგას? იქით აქეთ. შენსკენ. იქით მაშინ. მომაწოდა? დამისხი. ხო, ისიც ვთქვათ, რომ წესით არანაირი ცვლილება არ არის ვისკების შორის, ორივე არის სტანდარტული ტალისკერის გრადუსი 45.8. ხო. მაგხრი ხო არაფერი არ არის ცვლილება. სულ პორტვეინი არ არის, ხო? ბურბონის კასრია და დაფინიშება. ხო, დაფინიშება არის პორტვეინში ხარ რამდენი ხანი და რა ხარისხის კასრი ეგ უკვე. ცალკე ამბავია, ეს იყო მარჯვნივ, იქით დაგისხი. ჩემთვის არ დამისხი, გამოდია გაკეთე. და დანარჩენი ვნახოთ ეხლა ტალისკერია, მაინც რაც არ უნდა იყოს თავისი სიდიადე ალბათ მაინც შემორჩენილი აქვს. ახალ 10 წლიანზე და ახალ უასაკოებზე რა გითხრათ? ხო. და ძიმეთ არის საქმე მაგ ამბავში. მაგრამ ნუ მაინც ოკეია რა. ეხლა ვინც ძველი არიცით, იმ ამასიან პოსტზე ვიღაცის პოსტზე მივაწერე. მეთქი რომ უზომოდ დიდი შურით შურს იმ ადამიანებს. კი არა და დაღუპულები და განადგურებულები ვართ ამ ცხოვრებისგან მეთქი და საერთოდ ალბათ აზრი აღარ აქვს ჩვენ ცხოვრებას იმ ადამიანებისა, ვინც გავსინჯეთ სულ პირველი რელიზი ვიქტორიანასი. ხო. იმიტომ რომ ხო ვიქტორიანას ბოლო რელის ვაკებთ, თუ ვისკი არ არის ნამდვილად, მაგრამ იმის შემდეგ რაც იყო და მე ფერიეთია, მარჯვენა მუქია ბიჭო. აბსოლუტურად ერთო იგივეა, რა ერთო მუქი. როგორ კაცო მე მეჩვენება, კი. აი იქიდან იშუქები მირწყავს და იმიტომ მე მგონი მართალი ხარ. ხო, ჩემთან ერთად იგივეა. ფერიერი და იგივეა. ჩემთან კარგი ვარ.
და ადგა თვალი ისევ ჩემჭკას ერთი ფერი. ბოდიში იქიდან ფერადი შუქები შემოდის და იმან დაარტყა იქ და ფრედა. აი ძა მარცხნიდან დავიწყოთ აბა. დავიწყოთ, აბა ვნახოთ. დავიდა. კაი არა? მე მგონი კი. ანუ უნდა აღწეროთ ახლა ხო? არა, შევადაროთ რა მოდი რა. ეგრევე დავიწყოთ შედარებით, იმიტომ რომ აღწერავით თუ გინდა მე ჩავაყვეხოთ ერთი-ერთი ხომ თავი არის შედარება და ერთი სული მაქვს სადა. გოგირდია. გოგირდია და პლუს პორტის არც არ არის. პორტს არც არ არის. ჩემო მეგობრებო, მე მგონი ძალიან ბანალურად მარტივად არის საქმე მე მგონი რა და იქნებ მოხდეს სასწაული და პირიქით იყოს. ანუ აი ეს პროფილი, რასაც ჩვენ ძირითადად ამბობდით, მოხდა აქ მარჯვენა მხარეს, ანუ ამ ბოთლში. ანუ აქ არის ბევრი მეტი გოგირდი. ამ ბოთლში მოკლედ გოგირდი არის პორტოინის გასრდი, თითქმის კი არ ეთყობა რა, რაღაცა მომწარო იაფიანი ვისკია რა და ამაში სიტყვა არის ძალიან. სიტყვა არის და ყველაფერი შეთანაც ნახავ თუ შეიძლება რა. ანუ და ახლობით ეგრეა იგივე აქაც რა. აი, გავსინჯოთ? სხვა რა გზა, რომლი დავიწყოთ თავარი ეგარი? რა, ისევ ეგრე დავიწყოთ რა. არა, მოდი ცუდი გავსინჯოთ. ცუდი დავიწყოთ. ანუ ცხვირზე რომელიც ცუდი იყო, გოგირდიანი ამით. ხო, მაგას სინჯავ. აბა ნახოთ. კემოცუდი არა, პილპილები აქ სინწარე წამოიღო. ხო, ტალისკერის პილპილები არის. პილპილები არის, მაგრამ სინწარე წამოიღო. აი ბოლოს ხო, კაი ხრის მერე შევდება სინწარე, უსიამოვნო სინწარე. ენაზე რჩება ნადები. სინწარე არ უნდა იყოს და სიტყვა უნდა იყოს მეტი წესით. მაგრამ არ არის. სიტყვები უნდა დარჩენილ, გემოზე სიტყვა ნახე ძალიან ათით არ არის. ის არ არის. ტალისკერის ტორფია, ბილი და სიცხარე, ანუ პილპილი ფარავს ყველაფერს. და პილპილი რო გადადის იმის მაგათო სიტყვები დარჩეს. ან რაღაცა ნაბურბუნალიან რაღაცა, ნაპორტალიან რაღაცა. მაგის ნაცვლად რჩება მხოლოდ სიმწარე პილპილთან ერთად. ოღონდ სიმწარე, ცუდი სიმწარე. და ძალიან მოკლე ეს ყველაფერი. თან თავისი სიმწარენით ეგრევე ხდება რა. სიმწარე კიდე დატოვა, და ხდებოდეს ეს სიმწარე. ხო, კაი, ეხლა ეს. აბა ნახოთ, ვაიმე, პირიქით რო იყოს რა, კაი იქნება, მაგრამ არა მგონია, მე ხო ძველი გასინჯული მაქვს ბერჯერ, ჩემი ბოთლი. არა, ისეთი სიტყვა აქვს ამას ხშირზე პირიქით რანაირად იქნება. ის ადრე არ მოგვეწონებოდა მაშინ ის ძველი. ხო, რავი. არ ადრე მახსოვს პირველი პოსტი მაგას რომ მიუძღვენი შეგიძლია ამოვაგდო ჯგუფში ეს პოსტი. დიდი ტექსტი რო დაწერა. საკმაოდ გავაკრიტიკე. გააკრიტიკე? კი. ძველი? კი. ამას ძველი ბოთლი იყო ის მაშინ. მომეწონა, მაგრამ მეთქი აი აკლია რა. ასაკი აკლია, რაღაც აკლებით, იცი რატო? ძველად წრიას ვიყავი მიჩვეული. ხო. იმაზე პორტვეინის სიტყვები მინდოდა კიდე, ანუ რაღაც ბევრი მოვითხოვე რა ძალიან. კაი, აბა ნახოთ. ეს კბილია. და პილპილიც კაი აქვს. კბილი დამრგვალებულია რა. ოუ, მრგვალია. აუ და გადაყლაპის მერე სიცხარე რჩება და რა სიმწარე. სიცხარე სიტყვას დარჩა. ცოტა, ბევრი არ მაქვს. აუ, ეს ძალიან კაია იმასთან შეტყობინეთ ხოლმე რა. იქნებ პირიქით იყოს რა. ვისკების ვიღაცა ხარ მაგმერთო. კაი, ჩავხადოთ. სხვა რა გზა. არაფერი არ გასარჩევი არ არის მეგობრებო, ეგ არის და ეგ რა. ცალსახად აი მოკლედ. აი როგორც იყო 10 წლიან ტალისკერზე, ზუსტად იგივეა. საერთოდ ტალისკერის ის ცნობილი თეგა იმეროვდა ხოლმე გახსოვს. ველიჯანას ის ფრაზაო, სანდერ ტალისკერი მართლა აღარ იყო, არაფერი აღარ იყო დარჩენილი. აბა 1 2 3 ეგ არის. ხო, არა, ეჭვს არ მეპარებოდა რა, მაგრამ მაინც რაღაც 1%-იანი იმედი დავიტოვე. აი ბოლოსკენ რა აი და პირიქით მოხდეს აი ხო რაღაცები მომხდა რომ არ ველოდით რაღაცაზე იყო ლაფროიძე თუ რაღაცაზე რომ შეგვეშა ვარაუდი გავაკეთეთ რომ ეს იქნება ახალი ეს იქნება ძველიო გლემორანჯიზე კი და ეგენი ხო ხო და 10 კლასიკური 10 წლიანზე მოგვივიდა ეგა რომ ხო გვეგონა რომ ის ძველი იყო ის ახალი და შესაბამისად ახალი გამოდგა მაგრამ აქ ძალიან როგორც დასაწყისში აღნიშნე ძალიან ბანალურად მარტივი სცენარით განვითარდა მოვლენები მეგობრებო სამწუხაროდ. აქედან დასკვნა რომ ჩვენს დღევანდელ ვიდეო განხილვას რაიმე აზრი და ის კონდეს რა ქვია რასაც გამოვიყენებთ ადამიანებმა მომავალში არის მხოლოდ ის სადაც კი ეს ეტიკეტი შეგხვდებათ მაშინვე იყიდეთ. არც არის ჯერჯერობით ძვირი ჩვეულებრივი ფასი არა იგივე ღირს და ახშერებს ძვირი ღირდეს ახალის ფონდში. ერთადერთი მორალი, ერთადერთი რჩევა ამ ვიდეოდან შეგვიძლია გამოვიტანოთ ეგ რომ თუ იპოვით სადმე, აუცილებლად იყიდეთ, იმიტომ რომ აღარ არის.
აღარ არის ეგეთი გემო კი არა და მსგავსიც კი აღარ არის. თან და ანგრევენ დისტილერიასაც. ვით? მართლა? გემოც აკეთებენ. არა, სულ ანგრევენ. და ახალს აშენებენ, უფრო დიდს. უფრო მეტი ესეთი რო გამოუშვენ. ეს პიტარი გაი. მადლობა რომ გიყურეთ გამოგადგებათ ჩვენი რჩევა. ძველი. სამე იპოვეთ და მოიმარაგეთ. აბა. გამოიწერეთ არხი, გაწევრდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი. ხაო, ზუსტად ეგ ვიყავ.